და ეხლა მე ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა, აი ნაციონალებს რა უხარიათ არ ვიცი, მათ გონიათ რომ ეხლა ამოვა ტრამპი და არალეგიტიმურად გამოაცხადებს ხელისუფლებას და დაიჭერს მათთან ურთიერთობას და ტრამპს აქვს ძალიან კარგი მეხსიერება. ვიღაცას თუ გონია ტრამპს დაავიწყდება ის სიტყვები, რომელიც მათმა ბელადმა სააკაშვილმა იხმარა ტრამპის და უშუალოდ ამერიკელების მიმართ ძალიან ცდებით. ყველა მისის რომ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, აფინანსებდა მისი სიძის მეშვეობით, კუშნერის მეშვეობით, ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ახლა ამერიკაში. ერთი წამით ახლა ძალიან მაინტერესებს. ბატონ მიშა, აქ ამ ტექსტიდან ჩანს, რომ ტრამპი არის რუსული პროექტი. ასე გამოდის, იმიტომ რომ გვეუბნებიან, რომ ეხმარებოდა რუსული გავლენის ტიპები, რუსული ფულით, რუსული დეზინფორმაციული ხერხებით ეხმარებიან ტრამპს. აქ ყოველთვის ნიშანი არ უნდა დავსვათ, ბოლო-ბოლო არ უნდა გავბედოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რუსული პროექტი იყო, ამერიკის პრეზიდენტი 4 წლის განმავლობაში, ვინც მართავდა ამერიკას, იყო რუსული პროექტი. და ვინმეს გონია, რომ ეხლა ეს განცხადებები არ არის მიწოდებული, არ არის ცნობილი ტრამპისათვის, იგივე ზელენსკი რა განცხადებებს აკეთებდა ტრამპზე, როგორ აბუჩად იგდებდა მას და ესე იგი ტრამპი გამოაცხადეს რუსულ პროექტად და მე აი ამათ ლოგიკას მინდა მივყვეთ, თქვენ უტვინებო, თუ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს და ეს სავსებით მისაღები არის, იმიტომ რომ ყველას აქვს უფლება დააფინანსოს საპრეზიდენტო რბოლა, ივანიშვილსაც და სხვებსაც. მაშინ რანაირად შეიძლება ტრამპი წავიდეს ივანიშვილის წინააღმდეგ, გეკითხებით მე თქვენ. რანაირად შეიძლება თუ ასეთი ურთიერთობა აქვს, აი თავიანთ ტყუილებში იბლანდებიან.